საბჭოთა დანოსების სისტემა სწორედ ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რაჟდენ კუპრაშვილის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს ცხელხაზზე ან მეილზე ინფორმაციის გაგზავნას ამა თუ იმ ადამიანთან ან ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ თვლიან, რომ აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ერთადერთი მოვალეობა ახლა არის ქართული ოცნების დავალებების შესრულება. არასკანონი, რომელიც გახდება აგრესიული იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისა და განადგურების საქართველოში, მაგრამ თავის მხრივ ამის აღსრულების მანერა, ხო როცა აი ამ ხილებლებისა და ეგრეთ წოდებული დანოსების სისტემას ნერგავს სახელმწიფო და ამის ტირაჟირებასაც აკეთებს, ხო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის მუშაობს და წლებია საქართველოს დემოკრატიას საფუძველს უყრის, ისეთი მტრული ძალა, რომ მათი მხილების პროცესში ჩვეულებრივი მოქალაქეებს უნდა ჩაერთო. ეს ნამდვილად არის რუსული ტიპის მმართველობის დაბრუნება. ვიცით, რომ ფარა შეიცავს მათ შორის სისხლისამართლის პასუხისმგებლობას, ვიცით, რომ ფარა შეიცავს დაჯარიმებებს და ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიურო შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მზად არის რომ ჩაერთოს ამ დაშინების და რეპრესიების ახალ ტალღაში. კანონი, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება, არის ყველაზე მძლავრი რეპრესიული ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მისი მიზანი არის არა რეალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროება და შეკრებისა თუ გამოხატვის, ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც გამოიწვევს ადამიანების სტიგმატიზებას და მათ მიმართ მტრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. ფაქტობრივად ამისი დასტური არის ეგრეთ წოდებული შეტყობინების სისტემის დანერგვაც, რომელიც ძალიან გავს ეგრეთ წოდებულ საბჭოთა დანოსების სისტემას. კანონი ოფიციალურად ძალაში 31 მაისიდან ამოქმედდება და შევა დღეს ჩვენ სახალხო დამცველთან მქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა. ლევან იოსელიანს ვკითხეთ, რა საფრთხეებს შეიცავს ამ კანონის ამოქმედება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან დარღვევებზე და საფრთხეებზე საუბრობენ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, თუმცა ლევან იოსელიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი დაინახავენ კონკრეტულ დარღვევებს ან ადამიანის უფლებების შელახვას, ამ შემთხვევაში ექნება სახალხო დამცველის აპარატს შესაბამისი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები იყო და განსხვავებულად წარიმართა, ხო, ნახეთ, რომ იმ კანონმა ის აღსრულების, ასე ვთქვათ, სიმძაფრე არ მიიღო, რაც მოლოდინები იყო. აქედან გამომდინარე, თუ ამ კანონის მოქმედება რაიმე უფლებრივ სტანდარტს დააზიანებს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი რეაქცია გვექნება, მაგრამ თავისთავად ადრეც ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ თვითონ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამ ლეგიტიმიზმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები, მათ შორის მედიის ნაწილში განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ყველა უწყებას აქვს ცხელი ხაზი და ესე ჩვენც გვაქვს ცხელი ხაზი რა დასმენის ინსტიტუტი ხო არა ვართ ახლა. არა, ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო რეალურად შეიქმნა იმისათვის, რომ კორუფციული ფაქტები გამოავლინოს და ამ ყველაფერზე რეაგირება ჰქონდეს, თუმცა მათი თქმით ჯერჯერობით რაჟდენ კუპრაშვილს ერთი სავარაუდო კორუფციული ფაქტიც არ გამოუვლენია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოძიება ჩატარდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ ყველაფრის ნაცვლად ახლა რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებულია ადამიანების დასმენებით.